მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ ქცევის გამოყენებითი ანალიზის ერთ-ერთ მეთოდზე, ქცევის ფორმირება, რომელიც ახალი ქცევების სწავლებაში გვეხმარება. ეს არის მეთოდი, რომელსაც თითქმის ყოველდღე ვიყენებთ და ხშირად, ისე რომ ვერც კი ვაცნობიერებთ. ფორმირება ეს არის სტრატეგია, რომლის მიზანია განავითაროს ისეთი ქცევა, რომელსაც ადამიანი იმ მომენტში საერთოდ არ ავლენს. ეს არის ნაბიჯ-ნაბიჯ მიდგომა, რომელიც ნებისმიერი საწყისი წერტილიდან საბოლოო მიზნამდე მიგვიყვანს. თანმიმდევრული მიახლოებები ეს პატარა ნაბიჯებია, რომელიც სულ უფრო და უფრო გვაახლოებს საბოლოო მიზანთან. ხოლო დიფერენციალური გამტკიცება ნიშნავს, რომ ჩვენ ვაჯილდოვებთ მხოლოდ ამ სწორ ნაბიჯებს, ხოლო დანარჩენს კი ვაიგნორებთ. დიფერენციალური გამტკიცება ეს არის ფორმირების მნიშვნელოვანი კომპონენტი. ჩვენ ვაჯილდოვებთ კონკრეტულ ქცევას, რომლის ნახვაც უფრო ხშირად გვინდა. ამ დროს ყველა სხვა არასასრულ ქცევას ყურადღებას არ ვაქცევთ. რა ხდება შედეგად? დაჯილდოებული ქცევა იზრდება. დანარჩენები კი, რადგან ყურადღების მიღმა რჩება, ნელ-ნელა ქრება. ფორმირება არ უნდა აგვერიოს სხვა პროცედურაში, რომელსაც გამოხშირვა ჰქვია. მთავარი განსხვავება ის არის, რომ ფორმირების დროს თავად ქცევას ვცვლით. ნაბიჯ-ნაბიჯ ვაყალიბებთ ახალს. გამოხშირვის დროს კი ქცევა იგივე რჩება, ჩვენ უბრალოდ მინიშნებებს ვცვლით. კლასიკური მაგალითი ბავშვის მიერ ლაპარაკის სწავლაა. თავიდან მშობლები ღიმილით და ყურადღებით აჯილდოებენ ნებისმიერ ხმას, თუნდაც ღუღუნს. შემდეგ ნელ-ნელა იწყებენ იმ ბგერების გამტკიცებას, რომელიც სიტყვებს წააგავს. ამას მოყვება მთლიანი სიტყვების და ბოლოს წინადადებების გამტკიცება. ეს არის ფორმირების ბუნებრივი პროცესი. კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი. 1964 წლის კვლევაში მეცნიერებმა ფორმირება გამოიყენეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის ესწავლებინათ სათვალის ტარება, რასაც ის კატეგორიულ უარს ამბობდა. მკვლევარები ჯილდოდ საკვებს იყენებდნენ და ნაბიჯ-ნაბიჯ ჯერ სათვალეზე ხელით შეხებას აჯილდოებდნენ, მერე სათვალის ხელში აღებას, შემდეგ სახესთან მიტანას და ასე შემდეგ. ბოლოს სათვალის ხანგრძლივად ტარებამდე მივიდნენ. სამედიცინო სფეროში ამ მეთოდს იყენებენ პაციენტებს, რომ დაეხმარონ, განსაკუთრებით ბავშვებს, გაიარონ ისეთი რთული პროცედურები, როგორიც არის MRI სკანირება, სადაც უძრავად უნდა იწვე, ან როგორ გამოიყენონ ინჰალატორი. ფორმირების გამოყენებით ექიმები პაციენტებს ასწავლიან თანამშრომლობას, რაც მათი ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. თუმცა აქ ერთი საინტერესო მომენტია. რადგან ფორმირება ასეთი ბუნებრივი პროცესია, მას სამწუხაროდ შეუძლია გაუცნობიერებლად შექმნას და გააძლიეროს პრობლემური ქცევებიც. ეს ციტატა კარგად ხსნის პრობლემას. ბევრი რთული ქცევა, რომელსაც ჩვენ გარშემო ვხედავთ, შეიძლება სწორედ უნებლიე ფორმირების შედეგი იყოს. როდესაც გაუაზრებლად განვამტკიცებთ არასასრული ქცევის სულ უფრო და უფრო მძაფრ ფორმებს. მაგალითი განვიხილოთ, თავიდან ბავშვი უბრალოდ წუწუნებდა და დედაც მაშინვე აქცევდა ყურადღებას. როცა დედამ სცადა წუწუნისთვის ყურადღება აღარ მიექცია, ტომა ქცევამ გაამძაფრა და ყვირილი დაიწყო. ამან ისევ გამოიწვია დედის რეაქცია. ბოლოს, როდესაც ყვირილმაც აღარ გაჭრა, ქცევა სათამაშოების როლოში გადაიზარდა. დედას ეს განზრახ არ გაუკეთებია, მაგრამ უნებლიეთ ჩამოაყალიბა სულ უფრო და უფრო დესტრუქციული ქცევის ჯაჭვი. ეს პროცესი გარშემო ყველგან გვხდება, იქნება ეს კამათი, რომელიც ჩხუბში გადაიზრდება, რადგან მხარეები ხმის აწევის შემდეგ უსმენენ ერთმანეთს. თუ ყურადღების მიქცევის მცდელობა, რომელიც სულ უფრო ექსტრემალური ხდება, ეს უნებლიე ფორმირებაა. ფორმირების სწორად გამოსაყენებლად მთავარი ნაბიჯები უნდა გავიაროთ. ყველაფერი იწყება ზუსტი მიზნის დასახვით. რა არის ჩვენი სამიზნე ქცევა? შემდეგ უნდა ვიპოვოთ საწყისი წერტილი და მთელი პროცესი დავყოთ პატარა ლოგიკურ ნაბიჯებად. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევარჩიოთ ეფექტური განმამტკიცებელი, ანუ ჯილდო და მოთმინებით დავაჯილდოვოთ თითოეული სწორი ნაბიჯი. რაც მთავარია, ამ საფეხურებს შორის უნდა ვიმოძრაოთ სწორი ტემპით. არც ძალიან სწრაფად, არც ძალიან ნელა.